პირველად ჩვენი ეკონომიკა წელს ბოლოს გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. პირველად ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს $10,000. დასაქმებულთა რაოდენობა პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1,400,000 ადამიანს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში, ანუ პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი. გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3,500 ლარს. გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის, გვინდა რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითგმარი ქვეყანა. ჩვენ დავანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი შევიდეთ სოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. რეგიონული განვითარება არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. შევაკეთებ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. ეკონომიკის ზრდა, მთავარი მიღწევა, სუვერენიტეტის შენარჩუნება, მთავარი წარმატება, ამბიციური გეგმები, მომავლის მკაფიო ხედვა, სადაც საქართველო გლობალური მოთამაშე და რეგიონალური ლიდერია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე თამამი დღის წესრიგით წარსდგა. ანგარიში ყოველწლიურია და 150 გვერდისგან შედგება, თუმცა ყველა პროექტს და მიღწევას მაინც ვერ მოიცავს. მე დღეს არ მექნება იმის საშუალება, რომ ყველა ამ დეტალზე ვისაუბრო, უფრო მეტიც. ამ ანგარიშიც კი, ძეგლობით ანგარიშიც კი არ არის ასახული ყველა ის პროექტი, ყველა ის ღონისძიება, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ. საუბარს ტრადიციულად ეკონომიკური მაჩვენებლებით იწყებს, რადგანაც სწორედ ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს საქართველოს განვითარების ფუნდამენტს, როლს და ადგილს მომავალში. სუვერენიტეტი, როგორც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი უკვე ციფრებშიც აისახა. პრემიერ-მინისტრი თავის ეკონომიკურ ანგარიშს სწორედ ამ ციფრებით იწყებს. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.4%-ს აღწევს. ხოლო 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე 8.8%-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წლისთვის ზრდის პროგნოზს 7.2%-მდე აფიქსირებს. ეკონომიკა პრაქტიკულად ორმაგდება. მაჩვენებლები ციფრებში 49 მილიარდი ლარიდან 100 მილიარდ ლარამდე იწევს. რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალი. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $4,300-დან $9,140-მდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ხალხის მსყიდველობით უნარიანობა იზრდება. ახალი შესაძლებლობები ახალ სამუშაო ადგილებში, გაზრდილ ხელფასებსა და სოციალურ პროგრამებში ისახება. 2022-2024 წლებში დამატებით 185,000 ახალი სამუშაო ადგილი იქმნება. დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოდის. საშუალო ხელფასი 70%-ით იზრდება და ესეც კონკრეტული ციფრებია. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%, ხოლო 2022-24 წლებში, ანუ საუბარია გასულ 3 წელიწადზე შეიქმნა 185,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 3 წელიწადში არის ენეშტამბეშტავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, ანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68,000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობა პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1,400,000 ადამიანს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეკონომიკური პროცესების ეფექტური მართვა ლარის კურსზეც აისახა. ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ინფლაცია შემცირებული, ქვეყანა ვითარდება, მაჩვენებლები იზრდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მთავრობა ზრდის ტემპსაც შეინარჩუნებს და ახალ ისტორიულ მონაცემებზეც გავა. 2023 წელს შეგახსენებთ, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4% პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. აქაც ვიტყვი, რომ არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი არის აბსოლუტურად მიღწევადი.
ოპტიმისტური პროგნოზების საფუძველს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებიც იძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რიცხვებით 2025-2030 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო სტანდარტებითაც კი ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება. 2012 წელი 28 მილიარდი ლარი, 2020 წელი 59 მილიარდი ლარი, 2024 წელი 92 მილიარდი ლარი, 2025 წლის ბოლოს პროგნოზი 100 მილიარდ ლარზე მეტი. 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმის პროგრამა უკვე მზად არის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მოთხოვნებს პასუხობს. საქართველოს ეკონომიკური წინსვლა კომპლექსური მიდგომის შედეგია და აქ შედის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესთან თანამშრომლობა, დაბალი გადასახადები. პროცესში ისეთი სექტორული ელემენტების ჩართვა, როგორიც არის ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი და ლოჯისტიკა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და აქ ფიქსირდება პრემიერის როგორც მთავრობის მეთაურის როლი, რომელსაც მომავლის ზუსტი ხედვა და პრაგმატული პოლიტიკის კეთების უნარი აქვს. ირაკლი კობახიძეს თამამი გეოეკონომიკური გეგმები აქვს. ქართული ოცნების მიზანი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გამოყენება ხდება. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების შემდგომი მოზიდვა, ინვესტიციების წახალისება და ამ კუთხითაც აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული 1 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა, რაც ჰქონდა ამ კუთხით, იყო არაბული ინვესტიცია, MRS ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი ტიპის პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. ეკონომიკური წინსვლა ჯერ მხოლოდ ტრამპლინია. მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ამ შედეგების გამოყენებით სურს საქართველო გლობალურ ეკონომიკაში ჩართოს, რაც საქართველოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. სულ მალე საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ რუქაზე დაფიქსირდება. ახალ ფუნქციას შეიძენს და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად იქცევა. საქართველო იქცევა სტრატეგიულ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს. მთლიანობაში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ. ახალი ფუნქცია, ახალი გამოწვევებია და აქაც მთავრობას სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამიტომაც მთელი ფოკუსი ინფრასტრუქტურაზე კეთდება. საუბარია ანაკლიის პორტზე, ფოთის პორტის გაფართოებაზე, თბილისში ახალი აეროპორტების მშენებლობაზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, შუა დერეფნის განვითარება. გადავალ თქვენს ნებართვით უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღშრელების მოწყობის სამუშაოები. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600,000-ზე მეტ კონტეინერს. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონიდან 58 მილიონ ტონამდე. დასრულდა ბაქო-თბილისის ხარს რკინიგზის პროექტი გათვალისწინებული სამუშაოების 98.9%, ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოებიც. აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი აეროპორტი, მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მილიონ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. ქუთაისის აეროპორტს რაც შეეხება, დღეს დაახლოებით 2 მილიონი მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია 5 მილიონამდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს ყველაფერი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ჩართავს და რეგიონის წამყვან ეკონომიკად აქცევს. ეს კი თავის მხრივ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მოქალაქის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე. გააფართოვოს სოციალური პროგრამები, უფრო მეტად გაზარდოს პენსიები, ხელფასები, ჯანდაცვის პროექტები, დააფინანსოს განათლების რეფორმა, მოაწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა და ესეც არ იქნება ყველაფერი. პრემიერი იტყვის, რომ ქართულ ოცნებას ორი ქართული ოცნება აქვს. სიღარიბის განულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ ოცნებების ასრულებაც რეალისტურია. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება.
ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოო დაძლევა და როგორც უკვე ითქვა, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით და მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა ქვეყანას ძლიერ პოტენციალს აძლევს. საქართველო კი ანგარიშგასაწევი გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება. მაგრამ არაფერი ეს არ მოხდებოდა. არ იქნებოდა არც სუვერენიტეტი, არც ახალი ფუნქცია, ეკონომიკური ზრდა ან გლობალური პროექტები. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო. საქართველოს დამოუკიდებლობას სწორედ მაშინ ეყრება საფუძველი. ამიტომაც პრემიერი ირაკლი კობახიძე მას ამ ისტორიული შანსისთვის და შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის. კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მსრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მსრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. მადლობას უხდის ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეკლესია იქნება შემდეგი, ვისაც პრემიერი მადლობას გადაუხდის. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ზედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. დიდი მადლობა ჩვენს ზედა ეკლესიას და უწმიდესად უმეტარეს სილა მეორეს ამისათვის. ქართული ოცნება, ხალხი და ეკლესია არაერთ ბრძოლაში დადგებიან ერთად. და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა იქნება ყველაზე გააფთრებული და დაძაბული დაპირისპირება. პრემიერი რამდენიმე ფრაგმენტს გაიხსენებს. მათ შორის როგორც ცდილობდნენ გარედან სასამართლოებზე კონტროლის მოპოვებას და ქართული ოცნების მართვას. ირაკლი კობახიძეს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა ყველა პრინციპი, სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების ყველა პრინციპი. ამის შემდეგ თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად ცნო ქართული მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება ასე მოეპყრას ქართულ სახელმწიფოს. ეს ხო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული უხეში გარე ჩარევა. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავს მოხეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ. ეს იყო ომი და მშვიდობა. და საბოლოო ჯამში ქართულმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება პირველ რიგში ის, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართულ ხალხს ამისათვის. მაგრამ რევოლუციურ გათვლებში შეცდნენ. ციხე ვერც შიგნიდან გატეხეს და ვერც ქუჩიდან. ქართული ოცნება ერთიანობას კრიტიკულ მომენტებში ინარჩუნებს და სწორი გადაწყვეტილების მიღება არ აშინებს. ამიტომაც პრემიერი უმრავლესობას უხდის მადლობას. Так, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისთვის და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. აი სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა. ჩვენ ვერავის მივიცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით საზოგადოებისგან მალულად ასეთი მანკიერება შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო შეიძლება ითქვას, ყველა გამოცდას უძლებს და ყველას უმტკიცებს, რომ ქვეყანაში რეალობაც ახალია და მიდგომებიც. თვითნებობას და ძალადობას არ დაუშვებს. პრემიერი თავდაჯერებულია. გუნდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. ყველაფერთან ერთად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, იმედის ერთ-ერთი ფაქტორი მის მიერ შერჩეული ახალი სამთავრობო გუნდია. ამბობს, რომ თითოეული კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან. ახალი მიღწევებისთვის ბრძოლა მათ ერთად მოუწევთ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს. დიდი მადლობა.